So sisastres is ყველა შენის პაციენტ კომაკაბაია ჩემეთხოვარი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 21 წლის ბექაშონია უკვე 5 წელია, რაც სახლიდან ვერ გადის. სუნთქვის აპარატის საყიდლად ოჯახს სახლის გაყიდვა მოუწია. ამ სახელმწიფოში შონიას სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ბრძოლა სასამართლოს გზით უწევს. სარჩელი 2026 წლის მაისში შეიტანა. ძალიან პეტრიერი ვარ, რომ ყველა შენის პაციენტ დავჭეთ გამარჯვებული. და მე ხება ყველა შენის პაციენტები. სახლში მოსახურებას მე ყველა ჩემთვის არ გამიგეთ. ეს ყველაფერი მე გავაკეთე. ყველა შენის სახლში ჩაიტანა. ყველაფერი საჭიროა. გასმათ ჯერდებათ. ვიდრე სასამართლოში ირჩევლებდა ბექაშონიას ადვოკატებმა, ჯანდაცვის სამინისტროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამტკიცებენ, რომ მიიღეს მხოლოდ იგნორი. სწორედ ამის შემდეგ ბექაშონიას ოჯახმა სასამართლოს მიმართა. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა მისთვის სუნთქვის აპარატის გადაცემა და სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა. როდესაც მთავრობამ დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის და პირობისთვის შექმნა ეს პროგრამა და შეიტანა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში ცალკე პროგრამად დიუშენის მკურნალობა, იქ გაითვალისწინა, რომ მათ შეეძლოთ წელიწადში 2-ჯერ ამბულატორიულად ან ერთხელ სტაციონარულად სამედიცინო მომსახურების მიღება. მაგრამ გამორჩათ და არ გაითვალისწინეს ბექას მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ასე ვთქვათ გარემოებები და მათი საჭიროებები, ვინაიდან ისინი ვერ შეძლებენ სტაციონარში და ამბულატორიაში სერვისის მიღებას. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან რეაგირების არ ქონამ, გამოიწვია სწორედ ის, რომ ჩვენ წავედით სასამართლოში დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვდით სწორედ სწრაფ რეაგირებას. 3 დღეში შეეძლო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სამწუხაროდ პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, ეს გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც გაჩნდა ამ საქმით და ყველა სხვა შესაძლო შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ დააფინანსოს და თუ ასე არ იქნება, მათაც გამოიყენონ ეს იურიდიული ასე ვთქვათ მექანიზმი. რა იცვლება სასამართლოს გადაწყვეტილებით? მშობლები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ახლა უკვე სასამართლო ავალდებულებს თითოეული დაავადებული ბავშვის მკურნალობა საკუთარ თავზე აიღოს და ისინი საჭირო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება პრეცედენტულია და ანალოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს. ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან სახელმწიფო საკისრებს ვალდებულებას, რომ სახლში მყოფ დიუშენის პაციენტებს გაუწიოს სასწრაფო და საგანგებო დახმარება. ნახოთ, როგორ ამუშავდება ეს გადაწყვეტილება სხვა პაციენტებზე, ვინაიდან ეს კონკრეტულად ბექაშონიას ეხება და ჯანდაცვის სისტემა როგორ მოარგებს ამ გადაწყვეტილებას სხვა პაციენტებზე, ეს სანახავია პრაქტიკაში. ეს არის პირველი პრეცედენტი ჩვენთან, ასე ვთქვათ, დიუშენთან მიმართებაში და ნამდვილად სასწაულო, რადგან ეს ბექასის გამარჯვება ნამდვილად მაგალითია და იმედია მომავალი პაციენტებისთვისაც. ეს არის ერთჯერადი, რაც ერთჯერადად პაციენტს დაუკმაყოფილება. ის სხვა პაციენტებზე ეს ამ ეტაპზე არ აისახება. ბექაშონიას საქმის განხილვა გრძელდება. მის მიერ განცდილი ზიანი სრულიად ანაზღაურებისა და საჯველაძის უწყების პროგრამებში ძირეული ცვლილების მიღწევამდე, რადგან აუცილებელია დაცული იყოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ყველა პირის უფლება.